აღარ შემიძლია. ზუსტად ამ სიტყვებით მომართა კლიენტმა, რომელიც დღეს იყო მეორედ კონსულტაციაზე მოსული, იმიტომ რომ პირველად, როდესაც მოვიდა, ვერ შეძლო იმ წუთას წმენდის გაკეთება. მას აქვს ნეკრომაგია, მე ეს უთხარი და ეს თვითონაც იცის, იმიტომ რომ თავადაც იცის, რომ მკვდარს გაატანეს მისი სურათი საფლავში. ეს თვითონაც იცის და დამტკიცება აღარ სჭირდება. მე მაქვს ფოტო მახსოვრობა და ეს ადამიანი, როდესაც ჩემთან მოვიდა, მაშინდელი სურათი და ახლანდელი სურათი ისე განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, რომ ჯერ მაშინაც საშინელი მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ ეხლა თითქოს 10-15 წლით დაბერდა ადამიანი. და მე ვუთხარი, რომ იცით მაშინ, როდესაც პირველად მოვიდა, რომ მე თქვენ რომ მოხვიდეთ 3-4 თვით მერე, ვეღარ მიგიღებთ, იმიტომ რომ თქვენ არაფერი არ გეშველებათ. და როდესაც ეხლა ვნახე ადამიანს რა სჭირდა, აი ძალიან გავოცდი კიდევ ერთხელ თუ როგორ შეუძლია ჯადოს შეჭამოს ადამიანი. თქვენ იცით, რომ ჯადო პირველი რასაც აზიანებს, ეს არის ტვინი. ადამიანს აცოცხლებს დოპამინი, იცით და დოპამინის ჰორმონი, როდესაც არა აქვს ადამიანს ეკარგება ყველაფრის ხალისი, ხდება უინტერესო, დეპრესიული და მერე ყველა დაავადება ადამიანს ემართება და ბოლოს კვდება. ხშირად ალბათ გინახიათ, რომ მაგალითად ადამიანს გარშემო ბევრი რაიმე აქვს ისეთი, რომ გააკეთოს. მაგალითად ავიღოთ მდიდარი ადამიანის შვილები, რომელმაც ხვებს წაართვეს ფული, გაამწარეს და ამ დროს მათ შვილებს გარშემო ყველაფერი აქვთ, რომ მაგალითად კარგ უნივერსიტეტებში ისწავლონ, ყველაფერი გააკეთონ, მაგრამ ეს ადამიანები ვერაფერს ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ ინტერესი არ აქვთ არაფრის. რა თქმა უნდა, ეს არის წყევლის და ჯადოს შედეგი, რომლებსაც ამ ადამიანებს უკეთებენ, ვინც გაამწარა. ასევე, ყველა ინდივიდუალური შემთხვევა აღარ ჩამოვთვლი, იწვევს ნელ-ნელა ადამიანის გამოჭმას. ტვინი იკეტება და თქვენ ვერ აზროვნებთ ისე, როგორც უნდა იაზროვნოთ. მიდიხართ მუდმივად პრობლემისაკენ. ვერ აღიქავთ ცხოვრებას კარგად. რა უნდა გააკეთოთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, რა ნაბიჯები იქნება თქვენთვის კარგი, თქვენი ცხოვრებისათვის, თქვენი ჯანმრთელობისათვის, თქვენი პირადული ურთიერთობისათვის და იმიტომაც არის, რომ იზიდავთ ცუდ ადამიანებს, რომლებიც განადგურებენ, ან სამსახურში უფულობა გააქვთ, სტრესი, დარდი, პანიკური შეტევები, შიში, ფოთვა. მოკლედ მეგობრებო, ამ ყველაფერს იწვევს ჯადო, რომელიც ანადგურებს პირველ რიგში ტვინს. იმიტომ რომ ტვინით იმართება ადამიანი და როდესაც ტვინი ფუჭდება, ყველაფერი ფუჭდება. ამიტომ გარდა იმისა, რომ წმენდის რიტუალებში მე ვაკეთებ რიტუალებს, გრძელვადიანი რო იყოს ეს გასუფთავება და გამოჯამთელება, ადამიანს ვაძლევ ფსიქოლოგიურ ძალიან ბევრ რჩევებს და ვმუშაობ მასზე, რომ ადამიანმა ჯანსაღად გააგრძელოს